2008 წლის აგვისტოს ომი ნაციონალური მოძრაობის 9 წლიანი მმართველობის პერიოდი და ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევები. Ამ თემებზე იმჟელეს დღეს პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის ხდომაზე. კომისიამ კონკრეტული პირების მოსმენა დაიწყო. კითხვებს უპასუხა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილმა, ასევე ცესკოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის წარმომადგენლებმა. სამართალ წარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კომისიის წევრებს 2003-2012 წლებში ჩადენილი ქმედებებზე, მათ შორის ქონების უკანონო ჩამორთმევის ფაქტებზე კომისიის წევრებს კონკრეტული სტატისტიკა გასცნო და კომისიის წევრების კითხვებსაც უპასუხა. Რეის მდგომარეობით დაზარალებულად ცნობილი არის 488 პირი. მათგან 335 პირს პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების საფუძველზე უკვე დაუბრუნდათ ან ნაწილის მიმართ უკვე დაბრუნების პროცესია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაახლოებით 67 მილიონი ლარის ღირებულების ქონება. აღნიშნული ქონება წარმოადგენდა როგორც უძრავ ისე მოძრავ ქონებებს და მათი სპეციფიკაციის მიხედვით შემიძლია გითხრათ, რომ მაგალითად დაბრუნებულია 176 მხოლოდ მიწის ნაკვეთი, 8 საცხოვრებელი ბინა, აგარაკები, საოფისე და კომერციული ფართები, სააქციო საზოგადოება ენგურის სამედიცინო კომპლექსი, აკურას ღვინის ქარხანა, რომელზედაც შემდეგ უფრო გავამახვილებ ყურადღებას, გორში მდებარე სასტუმრო და საცურაო კომპლექსები, შოვის პანსიონატის ტერიტორია, 2 თვითმფრინავი, 13 შველმფრენი, 83 ავტომობილი, ოქროს სხვადასხვა ნაკეთობები, დაბრუნებულია ფიროსმანის 2 ფერწერული ტირო, ანტიკვარული წიგნი, ანტიკვარული იარაღი და სხვა. საერთო ჯამში დღეის მდგომარეობით გამართლებულია უკვე 153 ყოფილი მჟავდებული, მათგან 53 პირი ატარებს პოლიტპატიმრის სტატუსს. დეპარტამენტის მუშაობის შედეგად ასევე გახსნილი იქნა ცემა წამებისა და არადამიანური მოპყრობის 22 სხვადასხვა ფაქტი. დეპარტამენტის მუშაობის შედეგად მხილებული იქნა 98 საჯარო მოხელე. სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებული იქნა 31 მაღალი და უმაღლესი თანამდებობის პირის მიმართ. მოხელეთა მიერ ჩადენილი დანაშაულების ფაქტები არის გაცილებით მეტი. თვითონ დანაშაულებრივ ეპიზოდებს გულისხმობ და სრულდება დანაშაულში მხილებულ, როგორც უკვე აღნიშნე, პირთა ციფრობრივ რაოდენობას. ეს 554 ადამიანის მიერ ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა არის გაცილებით მეტი. მაგალითისთვის თვალსაჩინოებისთვის შემიძლია წარმოგიდგინოთ, რომ მაგალითად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ დაწყებულია 4 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე დევნა, ხო? და მათ შორის ამ 2 საქმეზე უკვე დამდგარი განამტყუნებელი განაჩენი. ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ივანე მერაბიშვილის მიმართ დაწყებული არის 6 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე დევნა და დამდგარია განამტყუნებელი განაჩენები. ასევე გენერალური პროკურორის ზურაბ ადაიშვილის მიმართ ის მჟავდებულია 6 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე. ანუ ჩვენი სტატისტიკის მიხედვით ანალიზი რომ გავაკეთოთ, ამ შემთხვევაში 3 პირია, მაგრამ 16 სისხლის სამართლის საქმეა. ამდენად სწორედ იმ ფაქტორზე მინდა რომ ხაზი გავუსვა, რომ შეიძლება ერთი მაგალითად პენიტენციური დაცებულების თანამშრომელს ჰქონდეს 3, 4, 5 და მეტი პირის მიმართ წამებისა და არადამიანური მოპყრობის ფაქტები ჩადენილი. პირველი კითხვა ეხება 2004 წლის 28 მარტის არჩევნებს. ეს არის განმეორებითი, ხომ ასეა? განმეორებითი საპარლამენტო არჩევნები. ამასთან დაკავშირებით თქვენთვის ალბათ ცნობილია, რომ არსებობს სტრასბურგის გადაწყვეტილება, რომელიც გამოქვეყნდა 2008 წლის 8 ოქტომბერს და მას ჰქვია ლეიბორისტული პარტია საქართველოს წინააღმდეგ. ეს არის ის საჩივარი, სადაც ლეიბორისტულმა პარტიამ უჩივლა სახელმწიფოს და დაადანაშაულა სახელმწიფო მაშინ იმაში, რომ 28 მარტის არჩევნები შედეგები ისე შეაჯამა ცესკომ 18 აპრილის სხდომაზე 2004 წლის, რომ არ იყო ჩატარებული არჩევნები 2 საკმაოდ მოზრდილ ოლქში. ეს არის ხულო და ქობულეთი.
ამით 60,000 ამომრჩეველი იქნა გარიცხული, გამორიცხული თუ გარიყული საარჩევნო პროცესიდან. მიუხედავად იმისა და მათ რეალურად წაერთვათ უფლება არჩევნებში მონაწილეობის, რაც არის კონსტიტუციით უზრუნველყოფილი უმნიშვნელოვანესი უფლება. 29 აბზაცში ამ გადაწყვეტილებისა სტრასბურგის წერია ასეთი რამ, რომ სხდომაზე 18 აპრილის ცესკოს სხდომაზე და მაშინ 15 წევრისგან შედგებოდა ცესკოს შემოადგენლობა. ერთმა წევრმა, ეს გახლდათ ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელი, განაცხადა, რომ ის იყო წინააღმდეგი, ისე შეჯამებულიყო საყოველთაო არჩევნების შედეგები, რომ ორ ოლქში არჩევნები არ იყო ჩატარებული. ამაზე ცესკოს მაშინდელმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ თუ იქო ხულოსა და ქობულეთში არჩევნები ვერ ჩატარდა, ესო ჩვენი კი არა, აჭარის ხელისუფლების ბრალიაო, ციტირებას ვახდენ. და პრინციპში რომს ჩატარებულიყო იქ არჩევნებიო, ესო შედეგზე გავლენას ვერ იქონიებდაო. ლეიბორისტულმა პარტიამ ასე შეჯამებულ არჩევნებში 6.01% მიიღო, მაშინ როდესაც როგორც თქვენვე დაადასტურეთ და ასე იყო ნამდვილად, 7% იყო ბარიერი. შესაბამისად ის ამტკიცებდა, რომ ხულოსა და ქობულეთში რომ ჩატარებულიყო არჩევნებიო, შესაძლოა მე ეს ბარიერი გადამელახა და მოვხვედრილიყავი პარლამენტშიო. სწორედ ეს იყო მისი, ასე ვთქვათ, ინტერესი, რის გამოც სტრასბურგში დავობდა და როგორც უკვე მოგახსენეთ, მან ეს დავა მოიგო. მე მაქვს ერთადერთი კითხვა, ვინ ხელმძღვანელობდა ცესკოს 2004 წლის 28 მარტს. ეხლა მე მაინტერესებს 2012 წელს რაც ხდებოდა არჩევნების დღემდე. რა შეგიძლიათ ამასთან დაკავშირებით ფაქტობრივი ინფორმაცია მოგვაწოდოთ და კონკრეტულად მაშინდელი აუდიტის სამსახურის საქმიანობა, რომელსაც პარტიების ნაწილში ხელმძღვანელობდა ქალბატონი ნათია მოგელაძე. როგორ არის თქვენთვის ცნობილი, რამდენად აისახებოდა ცესკოს საქმიანობაზე, ვინაიდან იქ ხდებოდა დაბარება რიგითი ამომრჩევლების მათდამი უდიერი და დამამცირებელი მოპყრობა. 2008 წლის არჩევნებზე ლაპარაკობდა ქალბატონი თეა და მე ვიტყვი რამდენიმე მტკიცებულებას, რაც ხდებოდა მაშინ, როგორც საქართველოს სახალხო დამცველმა, ჩვენ ჯერ ერთი დაკვირვებასაც ვაწარმოებდით და მეორე გამოვითხოვეთ ვიდეო მტკიცებულებები, ვიდეოკამერების ჩანაწერები რამდენიმე ოლქიდან, რომელიც მაშინ თითქმის ყველა უბანზე ხდებოდა ჩაწერა რამდენიმე უბნიდან და მაგალითად დადასტურდა ასეთი ამბები. გორში რამდენიმე უბანზე, სადაც იყო ეწერა, რომ თქვა ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო პირობითად 500 რაღაცა ხმა, ზუსტად არ მახსოვს 500 რამდენი, თორე ციფრები ზუსტად მახსოვს 500 რაღაცა იყო. ამ არჩევნების დღის განმავლობაში 8 საათიდან 8 საათამდე უბანზე შევიდა 200 რაღაცა ამორჩეველი, 250 პირობითად, ანუ დაახლოებით ორჯერ მეტი ხმა მიიღო მხოლოდ ნაციონალურმა მოძრაობამ იმ კონკრეტულ უბანზე, ვიდრე შევიდა მთლიანად ამორჩეველი და ასეთი იყო ძალიან ბევრი, რა ვიცი. 2008 წელს უკვე საპარლამენტოზე მოხდა ასევე საინტერესო ამბავი, კოდორის ხეობა მოგეხსენებათ 2008 წლის ომამდე იყო საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლ ქვეშ. სააკაშვილმა უბრალოდ დაინახა, რომ მაჟორიტარულ არჩევნებს აგებს მესციაში აგებდა ჩვენს კოლეგასთან, ვიქტორ ჯაფარიძესთან და კოდორის ხეობა, სადაც არჩევნები ბუნებრივია ტარდებოდა, მაგრამ არ ტარდებოდა მაჟორიტარული არჩევნები, იმიტომ რომ ეს არის გულირიფშის რაიონის ნაწილი. სწორედ აი ამ საარჩევნო მიზნით მხოლოდ ერთჯერადაც შემოერთეს მესციას და იქ განლაგებულ 3000 ჯარისკაცის ხმა წამოიღეს მესციაში. დავიწყებ პირველი კითხვით, რომელიც შეეხება
4 წელს გამართულ ხელახალ არჩევნებს, რომელიც წარიმართა პროპორციული წესით, რადგანაც უზენაეს სასამართლოს მიერ გაუქმებული იქნა ამ ნაწილში შესაბამისი შედეგები, კიდასტურებს, იმიტომ რომ თან მაქვს ამ ნაწილში შემდგომში ცესკოს მიერ შედგენილი შემაჯამებელი ოქმი გულისხმობ 2004 წლის 18 აპრილის შემაჯამებელ ოქმს მე გამიჭირდება გითხრათ რეალურად გაუქმების საფუძველი რა იყო, იმიტომ რომ ამ ეტაპისთვის, იმიტომ რომ შემაჯამებელი ოქმის თანახმად მითითებულია ის, რომ ნამდვილად ქობულეთისა და ხულოს ოლქებში გაუქმდა შედეგები საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა უხეში დარღვევის გამო, თუმცა სხვა რაიმე დამატებითი კონკრეტიკა არ არის მითითებული, ამიტომ ამ ნაწილში გამიჭირდება რაიმეს მითითება, ნამდვილად საქართველოს ლეიბორისტულ პარტიას ჰქონდა 6.1% ამ არჩევნებში შედეგების. რაც შეეხება თუ ვინ წარმოადგენდა უშუალო კითხვას, შემაჯამებელ ოქმს ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ჭიაბერაშვილი. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გამოძიების შეკითხვებს უპასუხა. ბექა ძამაშვილის თქმით, საერთაშორისო სასამართლოებს სჭირდება მტკიცებულებები. ერთია შეფასებები, მეორე რეალურად რა მოხდა 2008 წელს. ჩვენი ქვეყნის იმართლის დადგენა აუცილებელი იყო მტკიცებულებებით, რაც არ იყო საქმეში. მისივე თქმით, ისკანდერი რუსეთის ფედერაციამ 2008 წლის 12 აგვისტოს მაშინ გამოიყენა, როდესაც ქართულ მხარეს უკვე შეწყვეტილი ჰქონდა საბრძოლო მოქმედებები და გორში მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობა იმყოფებოდა. დღესვე ძამაშვილმა ვრცლად ისაუბრა ევროსაბჭოს იმ რეზოლუციაზეც, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების პერიოდში იყო მიღებული და რომელიც ძამაშვილის თქმით აქტიურად გამოიყენებოდა საქართველოს წინააღმდეგ. პირველი დოკუმენტი, ესე ვთქვათ, რაც ჩდება ამ საქმის შეფასებასთან დაკავშირებით, ეს არის 2008 წლის 2 ოქტომბერს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია 1633. ამ რეზოლუციამ საკუთარი შეფასება გააკეთა ომის დაწყებასთან დაკავშირებით და რეზოლუციის მეხუთე პუნქტში აღნიშნული არის, რომ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო საქართველოს მიერ ცხინვალის დაბომბვის შედეგად. ეს არის მეხუთე პუნქტში ჩაწერილი. აქვე საუბარი არის, რომ ორივე მხარემ, საქართველომაც და რუსეთმაც დაარღვია საერთაშორისო სამართლის არაერთი ნორმა და მე-11 პუნქტში კიდევ უფრო მძიმე ჩანაწერია გაკეთებული. იქ საუბარი არის, რომ მათ შორის ქართული მხარე არღვევდა, იყენებდა კასეტური იარაღს, იყენებდა არაპროპორციულ ძალას და ჩადენილი არის ომის დანაშაული. ქრონოლოგიურად შემდეგი განვითარება არის 2008 წლის დეკემბერი, როდესაც ევროკავშირი ქმნის ეგრეთ წოდებულ ტალიავილის კომისიას. ეს იყო ევროკავშირის ეგიდით შექმნილი ფაქტების დამდგენი კომისია. კომისიას უნდა ფაქტობრივი გარემოებები შეესწავლა და საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინა. ტალიავილის კომისია ინფორმაციას აგროვებდა ყველა წყაროდან. მათ შორის ეყრდნობოდა ამ რეზოლუციას. ტალიავილის კომისიის დასკვნა გამოვიდა 2009 წლის სექტემბერში, სადაც ფაქტობრივად აი ეს ორი მიმართულება, ორი საყურადღებო მიმართულება, რომელიც იყო ევროსაბჭოს რეზოლუციაში, ემთხვევა ასევე ტალიავილის კომისიაც იგივე დასკვნებს აკეთებს. ასევე ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ საერთაშორისო სასამართლოებს სჭირდება მტკიცებულებები. ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიმართულება, რაც უნდა ყოფილიყო პირდაპირ საქართველოს სოფლების, ქალაქების დაბომბვა რუსეთის ავიაციის მხრიდან. აი ამის დამადასტურებელი მტკიცებულებაც კი არ იყო საქმეში და ჩვენ მოგვიწია ფაქტობრივად წლების შემდეგ ნულიდან აი ამ მტკიცებულებების შექმნა და საზოგადოებისთვის უკვე ცნობილი არის ეს ისკანდერის დაკარგვის ნაწილიც. ქართულ მხარეს უკვე 10 აგვისტოდან მოყოლებული ცალმხრივად აქვს საბრძოლო მოქმედებები შეწყვეტილი, გორში აღარ იმყოფება სამხედრო ტექნიკა და ფაქტობრივად იქ არის მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობა. ეს იარაღი, ეს კასეტური რაკეტა გამოირჩეოდა იმითაც, რომ განსაკუთრებული სიზუსტით, ან ფაქტობრივად ის ჩამოვარდა იქ, სადაც ისროლეს. ეს იყო ოქროს მტკიცებულება, რომელსაც უნდა დაედასტურებინა, რომ საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ იქნა გამოყენებული დამიზნებით, განზრახვით ეს კასეტური იარაღი და როდესაც ჩვენ საქმეში ჩავიხედეთ გარემოების დადასტურება გვჭირდებოდა საერთაშორისო სასამართლოების წინაშე, აღმოჩნდა, რომ მთავარი მტკიცებულება არათუ საქმეში არ იყო, არამედ საერთოდ საქართველოში არ იყო.
მთავრობის გადაწყვეტილებით სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო იქმნება. ინიციატივა პირველი მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის ხდომაზე. კანონპროექტი გრანტების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება. სააგენტო სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება და აღნიშნულ სახსრებს საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე გაასცემს. აღნიშნული კანონპროექტი მნიშვნელოვანი ინიციატივაა იმ თვალსაზრისით, რომ შექმნის გარკვეული თვალსაზრის არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების ასე ვთქვათ შესაძლებლობას, იმ თვალსაზრისით, რომ დაფინანსების წყაროები იქნება კიდევ უფრო დივერსიფიცირებული, რაც ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს შესაძლებლობას მისცემს, რომ ემსახურონ დიდწილად საკუთარ საწესდებო მიზნებს და არ იყვნენ მიბმული გარკვეული თვალსაზრისით ერთ ან რამოდენიმე დონორზე. არავინ არ დაგაფინანსებს თუ რაიმე ინტერესი არ აქვს. ამიტომ ყველა ეს დაფინანსებები, რომელზეც ბევრზე მადლობელი ვართ, კარგი საქმე გააკეთა, ბევრი შეიძლება საეჭვო იყოს. ამიტომ ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია იყოს ის გამჭვირვალობის კანონი, რომ რას აფინანსებენ და პლუს ჩვენ ჩავერთოთ დაფინანსებაში, ღიად გამჭვირვალედ გამოვაცხადოთ ტენდერები, იქნება თუ კონკურსი, რომ ქვეყანას რაც ჭირდება და სამშობლოს რაც ჭირდება, ზუსტად ის პროექტებზე მოხდეს დაფინანსება. მე ასეთი თავხედური და უსუსური განცხადება არ მომისმენია არასდროს. რომ თუკი გრანტებს მისცემენ ორგანიზაციებს, რომლებიც საზოგადოებისათვის საინტერესო მნიშვნელოვან პროექტებს განახორციელებენ, ეს თურმე არის მოსყიდვა მათი დუმილის. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ჩართულები არიან პარტიულ საქმიანობაში და ამ პარტიული საქმიანობის კუთხით მოღვაწეობენ მხოლოდ ამ ქვეყანაში და ჩართვა უნდათ მისი ხან ომში, ხან რევოლუციური პროცესების წამოწყება უნდა რასაკვირველი ამ ორგანიზაციებისთვის არ იქნება ეს დაფინანსება, ვერ დააფინანსებს ვერანაირი ფონდი ისეთ ორგანიზაციას, რომელიც კონკრეტულ ამოცანას ისახავს მიზნად, რომელიც პირდაპირ დანიშნულება არის სისხლძვრის ორგანიზება. ეს ნარატივი მთლიანად შეიცვალა მას მერე, რაც ახალმა ადმინისტრაციამ, ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ გამოავლინა მთელი რიგი მძიმე დანაშაულებები სწორედ აი ამ კუთხით დაფინანსებებში. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნათია თურნავას დაკითხვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა. თურნავამ დაინტერესების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის ქართული ოცნების დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე ჩვენება მისცა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა სხდომის დასრულების შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი კანონის ფარგლებში მოქმედებს. სამართლის გადაწყვეტილებით, ამიტომ დეტალებზე საუბრისგან ხავშებით. ამიტომ ვერ დავარგო პროცედურაზე, ვერ გავაკეთებ განმარტებას პროცესთან გაკეთებას. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ყველაფერი სრულიად კანონიერია, ჩვენ ყოველთვის ბანკებს უწესებთ სანქციებს და უწესებთ ჯარიმას, როდესაც ეს აუცილებელია. მან გამოიტანა ძალიან მძიმე დასკვნა და მან უნდა ახსნას. იგი არის გამოძალვის და ამ კრიმინალური შურისძიების თანამონაწილე, თუ მას მართლა აქვს რამე ობიექტური ინფორმაცია, რაზეც შეიძლებოდა ის დაკავებულიყო. ივანიშვილის ბანკს ვერც დააჯარიმებდა, ვერც ნათია თურნავა და ვერც ერთი სხვა ეროვნული ბანკი. მხოლოდ და მხოლოდ დააჯარიმებდა იმ შემთხვევაში, თუ კი ეს დასჭირდებოდა ივანიშვილს. და ეს არის სწორედ ის შემთხვევა, როდესაც ეს ივანიშვილს დასჭირდა. პარტია გახარია საქართველოსთვის ინფორმაციით მათ ლიდერ გიორგი გახარიას, რომელიც მიუნხენის კონფერენციიდან თბილისში დაბრუნდა, აეროპორტში წინასწარ ორგანიზებული ზონდერ ჯგუფი დაახვედრეს. როგორც პარტიაში ამბობენ, წინასწარ მომზადებული ჯგუფის მხრიდან ყოფილი პრემიერის მიმართ ადგილი ჰქონდა შეურაცხმყოფელ შეძახილებს, ასევე გახარიას და მის თანაგუნდელს კვესრები ესროლეს. ეს არის შიში, რომლის სხვადასხვა გამოხატულება იქნება ეს ჩასაფრებით თავდასხმა, ჩასაფრებით დახვედრა ზონდერ ჯგუფების, აი ამის ესე ვთქვათ, შიშის გამოვლინება ივანიშვილის. თუმცა კიდევ ერთხელ ამის არავის არ ეშინია, მონებრივია, ამით ვერავის ვერ შეაშინებს და აუცილებლად ბიძინა ივანიშვილი დაკარგავს მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანს ფულსაც და ძალაუფლებასაც. გიორგი გახარია მას რომ ქვეყნის ღალატს არაპატებს, ეს მან ძალიან კარგად იცის.
მეხუთე პრეზიდენტმა მიუნხენში ქართულ დიასპორასთან შეხვედრა ბათუმში ტრაგიკულად დახუბული ბავშვების ხსოვნის პატივსაცემად წუთერი დუმილი დაიწყო და აღნიშნა, რომ სახელმწიფომ ჯერ არის სწავლა, რომ მისი პირველი მოვალეობა თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. მიუნხენის კონფერენციის დასრულების შემდეგ ზურაბიშვილი ქართულ დიასპორას შეხვდა და საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, რუსულ ჩარევებსა და ჰიბრიდულ ომზე ისაუბრა. იყო ჩემი მთავარი გზავნილი ჩვენ პარტნიორებთან, რომ თქვენ ამას შეხედეთ გლობალურად, უყურეთ რა ხდება, შეისწავლეთ უფრო კარგად რა მოხდა საქართველოში, ვისაც აქვს ბევრად მეტი შესაძლებლობა, რომ ეს შეისწავლოს. ურჩევ, რომ დროზე შეისწავლოთ. თუნდაც ის ქვეყანა, სადაც ჩვენ ვართ დღეს და სხვათა შორის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეს აღნიშნა, მისი ბოლო სიტყვა იყო ისა, რომ ჩვენ ვიცით, რომ აქაც შეიძლება დატრიალდეს ჰიბრიდული სტრატეგია ჩვენ არჩევნების დროს. ამიტომ უნდა ვიყოთ ძალიან დიდი. დღესვე გაიმართა მზია ამაღლობელი საადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ხდება საუბარია სტიკერის გაკვრის ეპიზოდზე. პროცესი გადაიდო ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თქმით ვერ მოხერხდა მზია ამაღლობელის დისტანციურად ჩართვა. ადვოკატების თქმით კი სხდომის შესახებ ინფორმაციაც მას და არც მზია ამაღლობელს არ ჰქონიათ. პროცესის გადადებამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ყოფი თანდართული მასალებით მზია ამაღლობელისთვის არ ჩაუბარებიათ. მედია მენეჯერი და ჟურნალისტი მზია ამაღლობელი 27 დღეში მშილობს. ამ სხდომაზე, რომელსაც არ ესწრებოდა მზია ამაღლობელი, არ მიეცა მას საშუალება დაესწრებოდა ამ სხდომას, თუმცა დისტანციური ჩართვით. ასევე საინტერესოა, რომ 11 იანვარს მოხდა ამბავზე ალაპარაკი და ამ დრომდე სამართალდარღვევის ოქმი და მის სანათული მასალები არ ჩაბარებია მზია ამაღლობელს და მის ადვოკატებს. მზია ამაღლობელი დააკავეს 11 იანვარს, ვიდრე მას დააკავეს ის სამართლის წესით, დააკავეს ის ადმინისტრაციული წესით. შინაგან საქმეთა სამინისტროს ღობეზე სტიკერის გაკვრის გამოიფიცება საქართველოს. ამ გაკვრის დროს გადაღებულ ვიდეო მასალაში ჩანს და ისმის ბათუმის პოლიციის უფროსი რეგლament ის ხმა, რომ მას აკავებენ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, კოდექსის მიხედვით. შეიძლება გამოიწეროს მან ჯარიმა, შეადგინოს ოქმი სამართალდარღვევაზე, შემოიტანოს სასამართლოში და მოითხოვოს პირის დაჯერება, ვერ დააკავებს პირს. ამ დაკავება არის უკანონო. ნახანის შემდეგ გაიგო, რომ არ შეიძლება ამუხლის საფუძველზე პირის დაკავება, ოქმში ჩაწერეს, რომ მზია ამაღლობელი დააკავეს არა 150 მუხლის საფუძველზე, არამედ 173 მუხლით. ანუ მზია ამაღლობელი უწევდა წინააღმდეგობას პოლიციელებს და აკანონდა მათ სიტყვაზე შეურაცხყოფას. მზია ამაღლობელი არათუ შეურაცხყოფს პოლიციელებს, არამედ საერთოდ სიტყვით მიხვდება გრიგოლ ბესერიას. ეს ნაწილის გაყალბებულია ამ გაყალბების ოქმში. დღეს მზია ამაღლობელი არის პატიმრობაში, ის შიმშილობს. ის არის უკანონო პატიმარი და ის რომ პატიმარია ამის საფუძვლად გამოიყენა პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ, სწორედ ადმინისტრაციული დაკავება. ბათუმში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეების განხილვა გრძელდება. 11, 12 და 31 იანვრის აქციებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ცნობილი 22 პირის პროცესი გადაიდო. მათ შორის ელენე ხოშტარიასა და გიორგი კირთაძის საქმეები. შეტყობინებები მიუვიდათ აქციის იმ მონაწილეებსაც, რომლებიც ზებრა გადასასვლელებზე მოძრაობით გამოხატავდნენ პროტესტს. პროცესები ადვოკატების შუამდგომლობით გადაიდო. საიას საჭარის ფილიალის ხელმძღვანელის განცხადებით აღმოჩნდა, რომ სასამართლოს არა 22, არამედ გაცილებით მეტ პირზე უნდა ემჟელა ისე, რომ ამის შესახებ ინტერესების დამცველებმა სხდომაზე გაიგეს. ბრალდებულთა ნაწილს არც უწყებები მისდიათ და არც ინფორმაცია მიუღიათ. დამიბარეს 31 იანვრის შემთხვევაზე, როდესაც უბრალოდ ზებრა გადასასვლელზე თურმე ვახდენდი ეგრეთ წოდებულ პიკეტირებას სავალი გზის ნაწილის. მე მინდა უთხრა საზოგადოებას, რომ რუსული ოცნება არის სინდიკატი დანაშაულებრივი სისტემის, რომელიც უბრალოდ ადამიანებს ასამართლებს ზებრაზე გადასვლის გამო. ხელწერილით გათავისუფლებული მოქალაქეების საქმის განხილვა ხდება დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და აგრეთვე ხდება 31 იანვრის დღეს ზებრაზე გადასვლის გამო შედგენილი ოქმების განხილვაც. ამ შემთხვევაში ბევრად უფრო მეტი საქმე აღმოჩნდა სასამართლოს შესული, ვიდრე ჩვენ ინფორმაცია გვქონდა. შეიძლება ითქვას, რომ ინფორმაციის მოწოდება დღევანდელი სხდომების შესახებ მოხდა კანონის დარღვევით, რადგან ჩვენ ოფიციალურად არ ჩაგვარებია უწყება სასამართლოს სხდომის შესახებ და შემთხვევით რიგი პროცესების სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინეთ სასამართლოს საიძე, რომ დღეს იყო ჩანიშნული. ყველა მიმდინარე საქმეზე დღეს ბათუმის საქალაქოში, რაც ჩანიშნული იყო, გადაიდო სხდომა შემდეგი კვირისთვის და შემდგომ უკვე რაც აქვე ეცოდინება საქმის ყველა მასალა და გვექნება წვდომა ამ დოკუმენტებთან, განმახორციელებთ მოქალაქეების სრულყოფილ დაცვას.
ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის დახურვის ცერემონია ბაკურიანში გაიმართა. გამარჯვებულ გუნდებს მედლები, ტურნირის საუკეთესო სპორტსმენებს კი ტრაგიკულად დაღუპული ნოდარ ქუმარიტაშვილის პრიზი გადაეცათ. ბაკურიანი 2025 საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე მამუკა ხაბარელმა და ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა დროშა მომავალ მასპინძლოს ქვეყანას რუმინეს გადასცეს. საქართველოს ტურნირზე ისტორიული ოქროს მედალი მოიპოვა, რომელიც ფიგურული მოციგურავის ინგა გურგენიძის ანგარიშზეა. ძალიან ბედნიერი ვარ, როდესაც ასეთ შეფასებებს ვისმენ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტისგან. გარდა ამისა, ასეთივე შეფასებები კეთდება, რაც ყველაზე მთავარია სპორტსმენებისგან, დელეგაციის წევრებისგან, ყველა იმ სტუმრისგან, 45-ვე ქვეყნისგან, რომელიც ჩამოსული იყო საქართველოში და ჩვენ მართლაც ყველაფერი გავაკეთეთ თითოეულმა ჩვენთაგანმა და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველას. მინდა მიუღოთ ჩვენ საზოგადოებას, ჩვენ შეგვიძლია რომ მაღალ დონეზე ჩავატაროთ ორგანიზება და მინდა წარმატება უსურვო ჩვენ სპორტსმენებს. შემდგომში რა თქმა უნდა უკვე ბრაშობაში იქნება 2027 და ძალიან მნიშვნელოვანი ორგანიზება. ჩვენ ნახეთ რომ როგორი აღინება, როგორი გამოძახილია. ბედნიერი ვარ აქ ყოფნით მამუკა ხაბარელთან, სხვა ხელმძღვანელებთან და მოხალისეებთან ერთად ძალიან ლამაზი ერთი კვირა გავატარეთ. მართლაც მაგიური დღეები გქონდა. ტურნირის დონით მთელი დელეგაცია კმაყოფილია, რადგან ყველაფერი შესანიშნავ კონდიციაში იყო. ბოლოს კი შემეძლია გითხრათ, რომ რუმინეთს ბევრი სამუშაო ექნება, რადგან რაც თქვენ გააკეთეთ, ეს ფანტასტიკურია. ჩემთვის ეს ჯილდო ბევრს ნიშნავს. ნამდვილად ძალიან ბედნიერი ვარ. არ ველოდებოდი. საქართველოს ძალიან მომეწონა, საოცარი ქვეყანა. ყველაფერი იდეალურად იყო ორგანიზებული და მადლობა ყველას ამ შესანიშნავი ტურნირისთვის.